წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ამოხსნა ის, რაზეც მსოფლიოს უდიდესი გონებები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ მუშაობდნენ. ადამიანი, რომელსაც ამ მიღწევისთვის $1,000,000 და პლანეტის ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო შესთავაზეს, მან კი უბრალოდ თქვა: მე ვიცი როგორ ვმართო სამყარო. რატომ უნდა გამოვეკიდო მილიონს? ეს არ არის ჰოლივუდური ფილმის გამოგონილი სცენარი. ეს გრიგორი პერელმანია. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, გენიალური და შეუბრალებელი ფიგურა. სად არის ის ახლა? რატომ არჩია მსოფლიო დიდებას სანქტ-პეტერბურგის ღარიბულ გარეუბანში, სრულ იზოლაციაში ცხოვრება? დღეს მოგიყვებით კაცზე, რომელმაც მათემატიკის წესები კი არ შეცვალა, არამედ საკუთარი წესებით ათამაშა მთელი სამეცნიერო სამყარო. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და თვალი ადევნეთ ახალ ვიდეოებს. ახლა კი დავიწყოთ. გრიგორი პერელმანი 1966 წელს დაიბადა ლენინგრადში, ებრაული წარმოშობის ოჯახში. მისი განსაკუთრებული ნიჭი ადრევე შეამჩნიეს. დედამისი, რომელიც თავადაც ნიჭიერი მათემატიკოსი იყო, საკუთარ კარიერაზე უარს ამბობს, რათა მთელი დრო შვილის განვითარებას დაუთმოს. გრიგორი ბავშვობიდანვე კარჩაკეტილი და ამოუცნები იყო. ერიდებოდა თანატოლებთან გართობას და საკუთარ ოთახში გამოკეტილი მათემატიკური სახელმძღვანელოების კითხვით ერთობოდა. პერელმანმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს მედლები მოიპოვა და მოგვიანებით უპრობლემოდ აიღო დოქტორის ხარისხი. 90-იან წლებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, სადაც ყველაზე გავლენიან ნიუ-იორკის კურანტის ინსტიტუტსა და ბერკლიში მუშაობდა. სწორედ აქ 1994 წელს მან დაამტკიცა ეგრეთ წოდებული სულის ჰიპოთეზა რიმანის გეომეტრიაში. ამან მათემატიკურ სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტები, პრინსტონი, სტენფორდი მას უმაღლეს პოზიციებს თავაზობდნენ, მაგრამ პერელმანმა ყველა უარყო. 1995 წელს მან მოულოდნელად ჩაალაგა ბარგი და რუსეთში სტეკლოვის ინსტიტუტში დაბრუნდა, რათა სრულ იზოლაციაში, მხოლოდ ერთ მთავარ კვლევაზე ყოფილიყო ფოკუსირებული. მსგავსმა გადაწყვეტილებამ შეაშფოთა იმდროინდელი მათემატიკოსების სამყარო, რადგან არავის ესმოდა პერელმანის ახირებული ქცევა. ამ დროს კი შეშლილმა მეცნიერმა მიზნად დაისახა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა, პუანკარეს ჰიპოთეზის ამოხსნა. ეს იყო ტოპოლოგიის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც 1904 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ანრი პუანკარემ ჩამოაყალიბა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჰიპოთეზა გვეხმარება გავიგოთ სამგანზომილებიანი სივრცეების ფორმები და შესაძლოა თავად ჩვენი სამყაროს ფორმაც კი. 2000 წელს კლეის მათემატიკის ინსტიტუტმა გამოაცხადა 7,000 წლეულის ამოცანა და თითოეულის ამოხსნისთვის $1,000,000 დააწესა. და აი 2002-2003 წლებში სრულიად მოულოდნელად პერელმანმა ინტერნეტში სრულიად ღია პლატფორმაზე ატვირთა რამდენიმე ნაშრომი. მას არ გაუგზავნია ის არც ერთ პრესტიჟულ რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში. უბრალოდ დადო ინტერნეტში და კოლეგებს უთხრა, რომ ამოცანა ამოხსნილია. მან გამოიყენა რიჩის ნაკეთის კონცეფცია, რომელიც თერმოდინამიკაში სითბოს გავრცელებას გავს, რითაც ტოპოლოგიის რთული პრობლემა ფიზიკის ენაზე გადათარგმნა და უსორმასწორო სივრცეები გენიალურად გაასწორა. მსოფლიოს საუკეთესო გონებებს 4 წელი და 1000 გვერდის რეპორტები დასჭირდათ იმის დასადასტურებლად, რომ პერელმანი არ ცდებოდა. პუანკარეს ჰიპოთეზა 100 წლის შემდეგ ამოხსნილი იყო. 2006 წელს მას მიანიჭეს ფილდისის მედალი, იგივე ნობელის პრემია მათემატიკაში. პერელმანმა ჯილდოზე უარი თქვა. 2010 წელს კლეის ინსტიტუტმა მას ოფიციალურად მიანიჭა $1,000,000. მან ამაზეც უარი განაცხადა. რატომ? პერელმანი ღრმად იყო იმედგაცურებული სამეცნიერო საზოგადოების ეთიკური სტანდარტებით. ის თვლიდა, რომ ამერიკულ მათემატიკოს რიჩარდ ჰამილტონს, რომელმაც რიჩის ნაკეთის თეორია შექმნა, არანაკლები წვლილი მიუძღვა ამ აღმოჩენაში. პერელმანი მხოლოდ ამის გამო შეიძლება ვაღიაროთ იდუმალი მეცნიერი, რომელიც არ ფიქრობს მატერიალურ კეთილდღეობაზე და სიამოვნებას იღებს საკუთარ საქმის გეტებით. მისთვის მთავარი იყო ჭეშმარიტება და არა ინსტიტუტების თამაშები. თუ ამოცანა სწორია, სხვა აღიარება საჭირო აღარ არის. ეს იყო მისი პასუხი. ამ გრანდიოზული აღმოჩენის შემდეგ პერელმანმა გაწყვიტა კავშირი კოლეგებთან, დატოვა ინსტიტუტი და საჯარო სივრციდან სამუდამოდ გაქრა. დღეს ის კვლავ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში, კუპჩინოში ლიხთ ცხოვრობს. ის არანაირ ინტერვიუს არ იძლევა და კარს არავის უღებს. ბოლო ინფორმაციით და უახლოეს კადრებით, რომელიც პაპარაცებმა და ადგილობრივებმა გადაიღეს, 50 წელს გადაცილებული გენიოსი მოხუც, ლოგნად ჩავარდნილ დედას მარტო უვლის. ადგილობრივი გამყიდველების თქმით, ის უბრალოდ იაფფასიან სუპერმარკეტში დადის, აცია ძველი ტანსაცმელი, რეზინის კალოშები და ყიდულობს ყველაზე იაფ პროდუქტებს, ვაშლს, ხაჭოს და მაკარანს. გარეგნულად ის ძალიან შეცვლილი და გაჭაღალვებულია, გრძელი წვევით და თმით. ქუჩაში ბევრს უსახლაკაც კი გონია.
მაგრამ ვისაც მისი ისტორია ესმის, იცის, რომ ეს კაცი ფულის მონა არსოდეს არ ყოფილა. ახალგაზრდებში მისი სახე ერთგვარი სიმბოლოთაც კი იქცა, წარწერით: ყველაფერს ვერ იყიდი. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, აუცილებლად დაალაიგეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები. დროებით!